თოჯინური ხელოვნება ჩემს ცხოვრებაში 9 წლის წინ გამოჩნდა. ეს ინსპირაციის წყარო იყო გამოფენა, რომელიც ტარდებოდა ფოლკლორის ცენტრში, ეს იყო საერთაშორისო თოჯინების გამოფენა. სადაც ვიხილეს საოცარი ქმნილებები. და ამ ქმნილებებმა ისე მომაჯოდოა გამოფენაზე, რომ გამოსვლა აღარ მინდოდა საგამოფენო სივრციდან. მეგონა რაღაცა სწაული ნამუშევრები იყო, ვერასდროს ვერ შევქმნიდი ესეთ ნამუშევრებს და მიუღწეველი იყო ჩემთვის იმ პერიოდში ისეთი თოჯინების შექმნა. მაგრამ ვერცის წყალობით შევძელი და ბედნიერი ვარ. ყველა თოჯინას, რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ მქონდეს განსხვავებული ხასიათი. არ მიყვარს ერთი და იგივე თოჯინების გამეორება. მქონდა ეგეთი რაღაც საყვარელი თოჯინა, წითური გოგონა, რომელიც გავასხვისა და ვიფიქრე, რომ გავაკეთებდი თავიდან. შევიძინე ყველა მასალა ის, რაც საჭირო იყო, მაგრამ ვერ შევძელი. ასე რომ ერთი და იგივეს კეთება არ შემიძლია ნამდვილად და ინსპირაციის წყარო ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს. პირველი ის, რომ შენი შინაგანი სამყარო, განწყობა, ემოცია გადმოსცე თოჯინაში. უბრალოდ ვიღაცა მოგეწონოს, სახასიათო იყოს რაღაცა ისეთი და მოგინდეს გაკეთება. და ძალიან მიყვარს, როდესაც ვამზადებ კომპოზიციებს თემაზე, კონკრეტულ თემაზე. როდესაც არის ძალიან ბევრი საფიქრალი, როდესაც არის საზრუნავი იმაზე, რა მასალით უნდა შექმნა, როგორი კომპოზიცია უნდა შექმნა, რომელსაც ჯერ მოძიება სჭირდება ინფორმაციების, შემდეგ ესკიზების შექმნა, მასალის ძიება და შემდეგ ვიწყებ მუშაობას და ესეთი თოჯინები ბევრი მაქვს შექმნილი. საქართველოს შავი ზღვა, ცქრიალა შთაგონებით, შანელის კომპოზიცია, დროში მოგზაურობა და რა ვიცი, ჩემს საყვარელი საქმე თოჯინების კეთების დროს არის კომპოზიციები ძირითადად. რამოდენიმე არის ესეთი პიროვნებები, რომლებსაც ჩემი თოჯინა თავიანთ საკუთრებაში აქვს გადაცემული. დევიდ გარეტია ერთ-ერთი, რომლის თოჯინაც მქონდა დამზადებული. როდესაც თბილისში ჩამოვიდა და კონცერტი გამართა, რამოდენიმე წლის წინ იყო ეს და რადგან თოჯინა მქონდა დამზადებული, ვიფიქრე, რომ საჩუქრად გადამეცა დევიდ გარეტისთვის და ესეც მოხდა და ძალიან ბედნიერი კმაყოფილი წავიდა საქართველოდან ხელდამშვენებული ჩემი თოჯინით. საერთაშორისო გამოფენებზე მაქვს მონაწილეობა მიღებული. საზღვარგარეთაც ორჯერ ვიყავი პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე. პირველად როცა ვიყავი 2018 წელი იყო და ჩემთვის ახალი ნაბიჯები იყო, ახალი მასწავლი მქონდა ეს ახალი ფეხი შედგმული ამ ჯადოსნურ სამყაროში და დაუვიწყარი მოგონებები მაქვს ამ გამოფენიდან დარჩენილი და ძალიან სასიამოვნო მოგონებებად მირჩება ეგ ყველაფერი. საქართველოშიც რა თქმა უნდა ტარდება და არანაკლებ კარგად, რომ თქვა და უფრო დახვეწილად, ვიდრე სადაც ყოფილვარ სხვა ქვეყნებში. და აქ ჩატარდა ზურაბწერეთის მუზეუმში 2019 წელი იყო. როდესაც გამოფენასთან ერთად იყო გამოცხადებული კონკურსი შანელის თემაზე, შანელის შემოქმედება. და რა თქმა უნდა, დავამზადე ეს შანელის კომპოზიცია, საკმაოდ რთული კომპოზიცია იყო. სუნამოს ბოთლში, დიდი ბოთლი დავამზადე და შიგ განათავსე თვითონ შანელი, რომელიც ამაყად უყურებდა თავის ქართველ მოდელებს, ბრიმა ერისთავს და მერი შერვაშიძეს. და ამ კომპოზიციამ გაიმარჯვა ამ საერთაშორისო გამოფენაზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ჩემს თოჯინურ ხელოვნებაში იყო ეს, რომელიც ესე კარგად მახსოვს და მახსენდება. ეხლახან იყო გამოფენა საერთაშორისო ონლაინ გამოფენა, სადაც მონაწილეობა მივიღე ჩემი თოჯინებით და ორი თოჯინა მქონდა განთავსებული და გაიმარჯვა ერთ-ერთმა ზამთარს გამოქცეულმა ელფმა და
პრინტის სახით იყო გადაგზავნილი და პარიზში იყო გამოფენილი 2-3 მაისს გამოფენაზე. ჩემი თოჯინა. თოჯინური ხელოვნება არის ბიზნესი, მაგრამ ზოგიერთებისთვის უფრო შემიძლიათ ამამად ვთქვა, რომ ნამდვილად არის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში უფრო ნაკლებად ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მენანება ხოლმე გასხვისება თოჯინების. დროის უქონლობა საკმაოდ დატვირთული ვარ, მუშაობ სკოლაში, მაქვს ჩემი სტუდია და მთელს ძალას და ენერგიას ამ საქმეში ვდებ და აქედან გამომდინარე დრო ნაკლები მრჩება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ინტერესი აქვთ და ჩემთან მოსული მოსწავლე ყველა სრულად გამოთქვავს, რომ დაამზადოს თოჯინა და თან ძალიან ბევრს უნდა, რომ პროტოტიპი თოჯინები დაამზადონ. და მიხარია ნამდვილად, რომ მყავს რამოდენიმე გამორჩეული მოსწავლე, რომელიც შეიძლება, რომელსაც უწოდო უკვე მეთოჯინე, ისეთ დონეზე ფლობენ ამ ხელოვნებას. კი, ამის მაგალითები ვნახეთ დღეს და ძალიან მახარებს ასეთი. დიახ, და მე ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ნიჭს, ჩემს შესაძლებლობებს, ჩემს გამოცდილებას უზიარებ ამ მომავალ თაობას და ისინი ამ ყველაფერს ადვილად იღებენ და აქვთ იმის უნარი და შესაძლებლობები, რომ დამოუკიდებლად უკვე შექმნან და ბედნიერი ვარ. თოჯინური მიმართულების გარდა ჩვენ სტუდიაში სხვადასხვა მიმართულებით ვასწავლით ბავშვებს ხელოვნებას. ეს ფერწერა, გრაფიკა, თექა, დეკორატიული ნივთების დამზადება, თოჯინების, რა ვიცი, შეიძლება რაიმე გამომჭრა ძალიან ბევრ რაღაცას ვასწავლით და დიდი სურვილი აქვთ ხოლმე და ეხლაც იქნება ხატი, იწერება და ძალიან კარგად ფლობს და აკეთებს ეს მოსწავლე უკვე ამ ნამუშევარს და რა ვიცი, ნიჭიერი თაობა მოდის, მინდა გითხრათ, საინტერესო და ნიჭიერი. და მიამაყება შეიძლება ესე ნაკლებად ვთქვა, მაგრამ მიხარია და ბედნიერი ვარ, როდესაც ვქმნი ნამუშევარს და ამ ნამუშევარს, როდესაც გამოფენაზე გავიტან, საზოგადოება აღიქვავს ისე და კითხულობს ისე, რისიდან დანახვაც, თქმაც მე ამ თოჯინით მინდა და აღფრთოვანებას როცა ვერ ფარავს და მალავს და აი ამ დროს ვარ ყველაზე ბედნიერი და ყველაზე ამაყი და რა ვიცი, აი ეს არის ჩემთვის ყველაზე ბევრი და ხალხის სიყვარული. ერთი წლის წინ შევქმენი, მაგრამ სურვილი უფრო დიდი ხნის წინ მქონდა, რომ შემექმნა პატრიარქის პროტოტიპი თოჯინა. რა თქმა უნდა, დიდმა სიყვარულმა, პატივისცემამ, მოწიწებამ მის მიმართ და მინდოდა ამესახა ამ თოჯინაში მისი განვლილი ცხოვრება, ეს მძიმე ჯვარი, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ატარებდა, მისი სიბრძნე, სითბო, სიყვარული, რომ მის თვალებში ყოფილიყო. და კარგა, აი ფიქრობდი, ვიკითხე, მამაოსთანაც გავარკვიე, რომ არ ვიცოდი რამდენად იყო მისაღები, შესაძლებელი, რომ დამემზადებინა ეს თოჯინა, პატრიარქის პროტოტიპი თოჯინა და ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ყველაფერი კარგად გავარკვიე და მივხვდი და მითხრეს, რომ ეს შესაძლებელი იყო თოჯინის დამზადება, შემდეგ დავიწყე გაკეთება და უფლის წყალობით, აი ძალიან მალე შევქმენი, აი უწვალებლად რომ იტყვიან, გამომივიდა თოჯინა და როდესაც მოვხატე და როცა ხატავ და თვალებს უხატავ განსაკუთრებით, ხომ? აი მაშინ გრძნობ უკვე გავს თუ არ გავს და აი როდესაც უკვე თვალები მოვხატე, ვიგრძენი რომ ნამდვილად გავდა. და რა ვიცი, აი ესე შემდეგ დავასრულე და დავამზადე და მის დაბადების დღეს იყო ზუსტად გამოფენა და აი მის დაბადების დღეზე მქონდა გამოფენილი ეს თოჯინა პირველად ჩემთან ინახება და რა თქმა უნდა არ გასხვისდება ეს აუცილებლად ალბათ მუდამ ჩემთან დარჩება.
ის რასაც მე ვქმნი, ჩემი სურვილით, ჩემი განწყობა, ემოცია, რაც მე მსურს რომ ჩავდო თოჯინაში, ის ძალიან მენანება გასასხვისებლად. მაგრამ არის თოჯინები, რომლებსაც ჩუქნი კიდეც. აი მაგალითად ნანი ბრეგვაძის თოჯინა კომპოზიცია დროში მოგზაურობა ქალბატონ ნანის ვაჩუქე დიდი სიყვარულის და მოწიწების ნიშნად. ასევე ჯანსუღ კახიძის პროტოტიპი თოჯინა ბატა კახიძეს გადავეცი. ქალბატონი ნანი მახსოვს რომ შემოვიდა და დაინახა ვაიმეო როგორ გავსო და დამსვით სუდათავარო ეგეთი რეაქცია ჰქონდა რას მარჩოდითო და ძალიან მოიხიბლა მოეწონა რით დავიმსახურეო ეგ ყველაფერიო რამთხელა შრომა გაქვთ ამაშიო ჩადებულიო და აი ძალიან საყვარელი ქალბატონია და ორი პროტოტიპი თოჯინა მყავს, ერთი პროტოტიპი თოჯინა, ეს არის თვითონ მეთოჯინე, რომელიც თოჯინას თავის პროტოტიპს ქმნის თოჯინაც და მუშაობის პროცესი არის და მეორე ეს არის პანდემიის შემდეგ შექმნილი თოჯინა, კოვიდით გარდამეცვალა მამა და იმ სულიერ ტკივილს, რასაც განვიცდიდი, აი ამ აქ თოჯინაში გადავიტანე და თითქოს და ეს საოცრება მოხდა, როცა ეს შევქმენი, როცა ვქმნიდი, სულ ტირილით ვქმნიდი და თითქოს და რომ დავამთავრე, აი ეს მძიმე ლოდი, ის ტკივილი რაღაცა თითქოს და შემიმსუბუქდა, აი თითქოს ისე რომ აი ვიღაცას რაღაცა რომ გაწუხებს და ამბავს მოუყვები და გულზე მოგეშვება, აი ზუსტად ეგეთი რაღაცა დამემართა ამ თოჯინაზე. და რა ვიცი, ისეთი პროტოტიპია რომ ჩემია და ახლა იყო კითხვა რომ გასხვისებაზე, აი ესეთ თოჯინებს ნამდვილად ვერ გაბასხვისებ და ჩემია და ჩემთან იქნება ალბათ. ამიტომ ვამბობ, გამოდის რომ ერთ-ერთ თოჯინას ვერ შეელევი. აი მიადვილება იმ შემთხვევაში, როდესაც შეკვეთა არის და ვიცი რომ უნდა დავამზადო. არ მაქვს მაგ დროს უკვე ის რომ მე ვერ მიცემ. პირიქით, ერთი სული მაქვს, როდის მიცემ და როდის გავაბედნიერებ. და აი როდესაც დიახ, აი ეს მაბედნიერებს. და აი როდესაც ჩემს თოჯინებს მე თვითონ როცა ვქმნი, აი მაგ დროს ცოტა მიჭირს ხოლმე გასხვისება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ჩვენ სტუდიაზე. ჩვენ სტუდიას ქვია ხელოვანთა სახლი. ეს ხელოვანთა სახლი გარკვეული მიზეზების გამო დავარქვით, იმიტომ რომ ჩვენ სახლში თითქმის ყველა ხელოვანები ვართ და სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა დარგს ვემსახურებით. და ჩვენ სტუდიაში ისწავლება აგრეთვე ხელოვნების ისტორია აბიტურიენტებისთვის, ისწავლება გიტარა, გიტარაზე დაკვრა. ამ ორ ხელოვნებას მიმართულებას ასწავლის ჩემი ვაჟე, ბიჭები, რომლებიც, შესაბამისად არიან განათლებით მუსიკოსი და სტუდიაში ვართ მე და მარიამი, ჩემი რძალი. ასე რომ, რა ვიცი, თითქმის მთელი ოჯახი ჩართული ვართ ამ საქმეში, სტუდიის მუშაობაში. და გამოფენას, რომელსაც ახლა გეკმართ, მარტო გამოფენა არ გვქვია, ეს დიდი ღონისძიება გამოდის, სადაც ყველანი ვართ ჩართული. აქ იქნება გამოფენა, რა თქმა უნდა, თავისთავად, რასაც ჩვენ სტუდიაში ვქმნით, სხვადასხვა მიმართულებით და იქნება ჩვენება ავანგარდული მოდების, რომლებსაც ბავშვები ქმნიან სამოს, ასევე გაცოცხლება ხდება თოჯინების, გაცოცხლება ხდება ნახატების, ისევ ბავშვების დახმარებით, ბავშვების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ჩემი დახმარებით, მათთან ჩართული ვარ ყველანაირად და მარიამიც, რა თქმა უნდა. და გვექნება კონცერტიც, აუცილებლად წიგნის პრეზენტაციაც, აგრეთვე მოწვეული მყავს სპეციალისტი წყალზე ხატვის დარიკო ჩიხლაძე და იქნება დაწვრთული მთელი დღე. ვფიქრობ, რომ ეს ისე არის გაწერილი, რომ ალბათ შუა დღიდან გვიანად საათამდე, საღამოსად საათამდე ალბათ გასტანს. ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის დაუვიწყარი დღე იქნება და ეს მინდა, რომ მათ მეხსიერებაში დარჩეს რაღაც სასიამოვნო მოგონებაც.
ჩვენი სტუდიის ღონისძიება იკეკება 14 ივნისს. სავარაუდოდ შუადღით ალბათ 3 საათზე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიხარია ეს რომ ასეთ ამ სახით დაინახეთ და ეს სითბო და სილაღე იგრძენით ჩვენთან. ნამდვილად ასეა რომ აი ბავშვებიც მართლაც აი რომ დადიან, აი გძნობ თითოეულ მათგანში რომ უხარიათ აქ მოსვლა და წასვლა აღარ უნდათ რომ მოდიან. და ხშირად ყოფილა მშობლები, როდესაც მოაკითხავენ ხოლმე, რატომ მოხვედი ჯერ არ უნდა მოსულიყავი და ეგეთი რაღაცეები ხშირად ყოფილა. და რა ვთქვა, აბა რა გითხრათ, სიფერადე და ეს სილაღე ალბათ ჩემს ხასიათშია. და ამ ხასიათიდან გამომდინარე, შემდეგ რა თქმა უნდა იქნება თოჯინებიც. და ამ თოჯინებშიც იგრძნობა. ყველას თავის ხელწერა აქვს მეთოჯინეს და ალბათ ჩემშიც არის აი ეს ხელწერა რომ ჩემი ხასიათიდან ბუნებიდან გამომდინარე რაც ეს სიფერადე სილაღეს ჩანს თოჯინებში ფიქრობ როგორც აზროვნებ როგორც შინაგანი სამყარო გაქვს აი ამ შინაგან სამყაროს გადმოიტან ხომ ამ თოჯინებში გადმოგაქდა ალბათ აქედან შვილებსაც ვასწავლი ეგრე გამოდის კი არის ხოლმე ხშირად როდესაც ნუ ჩემთან სახელოსნოში რჩებიან ხოლმე გარკვეული მიზეზების გამო ისინიც ქმნიან ხოლმე რაღაცებს ეხლა როგორ გამოსდით ჯერ პატარები არიან მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდილობენ ისინი რომ რაღაცები აკეთონ და მიხარია ძალიან ძალიან სასიამოვნო იყო აუცილებლად მინდა წარმატებები უსურვო თქვენს გადაცემას. ძალიან პოზიტიური ხართ თქვენ თვითონ და განწყობაც ისეთი მოგაქვთ რომ სხვანაირად არ შეიძლება რომ ეგ იყო ძალიან ჩემთვის სასიამოვნო დღე. ზის შუქივით გავათბობდა Biջავշენი ալերսի მაგრამ რავხნաշ ვითომ ზეხართითოს ვერ გიყურებ თვალებში სიყვარული არ იქნება ძალადა როგორც მოვა ისე წავა თავის